ბოდში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით 7 კორპუსი შენდება, სადაც კრიტერიუმების შესაბამისად საცხოვრებელ ფარს 280 დევნილი ოჯახი მიიღებს. შენებობის პროცესი მინისტრის პირველმა მოადგილემ გოგი ფასაცია მოინახულა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ეკა ბესელიასთან ერთად შეხვდა. მოხდეთ რეალური სურათი რაც არის, რასაც აკეთებს ჩვენი სამინისტრო, რაც გააკეთა და რა გეგმების გვაქვს ჩვენ ახლო მომავალში ძალიან იმედიანად დავტოვეთ და ახლა ვართ ვიმყოფებით ბოლო სასახლებას და ეს არის ფოთის ახალი მშენებლობები და სასახლებები, სადაც მართ აღფრთოვანებული ვარ ძალიან ხარისხიანად, ძალიან კარგად აკეთებენ ყველაფერს მშენებლები. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლების მინისტრის მოადგილის და მათი წარმომადგენლების შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან იმისთვის რომ გაიგო პრობლემების მასშტაბი, ამ პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები და ასახვა, ეს არის ძალიან კარგი უშუალო შეხვედრა მოქალაქეებთან, დევნილებთან, იმისთვის რომ ჩვენ უფრო ზუსტად ვიცოდეთ რა ტიპის პრობლემების გადაწყვეტა არის უსწრაფესად საჭირო.